Ქვემოყურებს ბიზნეს კურიერს, დღეს 13 აპრილია შაბათი, მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს მიშა სესიაშვილთან ერთად გაგაცნობთ. მოგესალმებით. ღარიბებს დენზე ფასი დაუკლეს, თუმცა არა ყველა ღარიბს. კახეთში მათ სულ უფრო მეც აღთევინებენ, ისევ საერთო მრიცხველებია, ინვესტორი 2 წელია წავიდა და პრობლემაც მთავრობამ უნდა გადაჭრას, მაგრამ როდის? კითხვა რჩება ისიც თუ რის ხარჯზე დაიკლო დენმა რუსული კომერსანტის ცნობით თელას სანაცვლოდ ფინანსური ვალდებულებები აპატიეს მთავრობა უარობს, თუმცა ხელშეკრულებას მალავს. დაიკლო გაზმაც და სოფლებშიც შევიდა, თუმცა სახლში მის შეყვანას მხოლოდ 25% ახერხებს, სხვებს ფული არ აქვთ. ამ ფონზე 18,000 ოჯახს სოციალური შემწეობაც შეუწყდა. არ ერგებათ აჩვენა რევიზიამ. 2 წელია ლიტველი ინვესტორი კახეთის ენერგოდისტრიბუციიდან გავიდა, საერთო მრიცხველების პრობლემა კი მთავრობას დარჩა და დღემდე რჩება. და შედეგად აკაკი მომხმარებელი სულ უფრო მსხვილ ქვითარს იღებს. ვერ გაუგია რატომ და არც არავინ უხსნის. ამ თვიდან კი ყველაზე მომჭირე მომხმარებელს საქართველოში დენი 4 თეთრით გაუიაფთა, თუმცა გამოდის რომ კახეთს ეს არ ეხება და არც დასავლეთში ასობით ოჯახს, რომელიც ენერგოპრო ჯორჯიას მომხმარებელია. სემგში აცხადებენ რომ ყველაზე მეტი საჩივარი სწორედ მათგან შედის. ნამდვილად სამართლიანად მოითხოვს სოფელი მოგხედოს ხელს. ხაშმის მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია ჩაჭრილი აქვს. გაუმართავი ინფრასტრუქტურის და საერთო მრიცხველების გამო სოფელს ყოველთვიურად დიდი დავალიანება ერიცხება. თანხა ცალკეულ ოჯახებზე ნაწილდება და თითოეულს ყოველთვიური დანახარჯის გარდა 300-400 ლარიანი ვალი eriცხება. აი თქვენ თვითონ ნახეთ რომ უკვე რამდენ ერთი თვე მაინც არის, რაც მოვიდნენ ჩაჭრეს თვითნებურად. ეს დავალიანების გამო, რომელიც ის დავალიანება ჩემი არ არის, მე ყოველთვიურად ვიხდი ჩემ რიცხვაზე რაც აზრის დავალიანება. ეხლა ამჟამად 184 ლარი მაქვს. ხან ემატება, ხან ცოტა რაღაცით აკლდება. დიდი სხვაობა არ არის. და ესეთი არის თითქმის ნახევარ სოფელზე მეტი. კახეთის ენერგოდისტრიბუციის კომპანიას, რომელიც გაკოტრების რეჟიმში მუშაობს, ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი დიდი ხნის წინ უნდა დაესრულებინა. თუმცა სოფლის დიდი ნაწილი ამ დრომდე ნახევარ საუკუნოვანი მრიცხველების ჩვენებას ეყრდნობა. წინათ დამჟელი რაზმი რო იყო, ეგზეკუცია რო ერქვა. აი ესეთ სახით შემოირბენენ რამდენიმე ბიჭი. ბრიგადასავით, ბრიგადა დიან სოფელში. ესენი არიან ფულის ამოღებაზე შემოსული. ეს გაკოტრებული ენერგოკომპანია უკვე რომ გაუჭირდება თვის ბოლოს, რანათან გინდა გამოიტანეთ. ჩაგიჭრიათ. თქვათ 300 ლარი გაქვს დავალიანება. 20 ლარის რო გამოიტანო არაუშავრა. ოჯახში არავინ არ მუშაობს ერთით. 333 ლარი მომივიდა დავალიანება. ვერ ვიხდი, ჩაჭრილი მაქვს შუქი. მეორე თვეში ყველათვის გადასახადს ვიხდი და მეორე თვეში მომივიდა 359 ლარი. ანუ იხდეთ და უფრო მეტი. ხო, ვიხდი და უფრო მეტი მომივიდა. ტელევიზორი გამიფუჭდა. ისიც რამდენი გაჩვენებ, DVD გაგვიფუჭდა და მოსახლეობა გაუმართავი ელექტროსისტემის განახლებას ითხოვს. აი ეს არის სიკვდილის ელექტრობოძი, რასაც ქვია ეს ჩვენ დავარქვით. აბსოლუტურად მოსილია ყველანაირი გაყვანილობა, ნებისმიერი პატარა ნიავის დროს ითიშება დენი, გარდა მაგისა ცეცხლი უჩნდება, უნდა გამოვიდე და უყარავთ რამე ჯოხით გავაჩეროთ ის როგორმე რომ არ მიედოს მავთულზე. მე მეშინია, იცი ბავშვები არიან, ეს რო გადაიქცეს და ისაგდეს. ჯერ სახლის დაზიანდება. მე ის რო გადაიცვლიპოს და გადავიდეს დენი. რა ვიცი რა ხდება. ხაშმელები კახეთის ენერგოდისტრიბუციის კომპანიას უკანონოდ დარიცხული დავალიანების ჩამოწერისკენ მოუწოდებენ. დახმარებას კი ენერგეტიკის სამინისტროს და ენერგოომბუდსმენს თხოვენ. როდის აპირებს მთავრობა ამ პრობლემის მოგვარებას და როგორ ამაზე საპასუხოდ ჩვენ ენერგეტიკის სამინისტროს დაუკავშირდით, თუმცა აღმოჩნდა რომ სამინისტროში არავის ცალია კითხვებზე საპასუხოდ. თუმცა ენერგეტიკის მინისტრმა გუშინვე განაცხადა რომ ხალხის კითხვებს მთავრობა უპასუხოდ ვერ დატოვებს, მართალია ამ დროს ის სხვა კითხვებს გულისხმობდა. ჩვენი მიზანია ავაშენოთ სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იქნება სიმართლეზე. ამისთვის მე ვფიქრობ, ყველას ინტერესში შედის საზოგადოებამ, ქართულმა ხალხმა გაიგოს სიმართლე. ისღა დაგვრჩენია მხოლოდ დავსვათ კითხვები, ერთი მათგანი მაგალითად ასე ჟღერს. რატომ არ იხდის კახი კალაძე მახათას მთაზე ინვესტიციის ჩაგდებისთვის დაკისრებულ 20 მილიონიან ჯარიმას? ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯარიმა გაუქმებული არ არის, ხოლო საკითხი შესწავლის პროცესშია აგერ უკვე 6 თვეა. კითხვა რჩება აგრეთვე რის ხარჯზე შეამცირებინა კალაძემ ინტერრაოს დენის ტარიფი. რუსული კომერსანტი წერს, რომ თელას სანაცვლოდ 40 მილიონამდე დოლარის საინვესტიციო ვალდებულება ჩამოეწერა, აგრეთვე შეუჩერდა საგადასახადო დავალიანებაზე საურავის დარიცხვა და გაუქმდა ვალდებულებაც ააშენოს ხრამზე მესამე ჰესი. კალაძის მოადგილე პრესაში აცხადებს, რომ ეს ტყუილია, სტატიის ავტორი კი არაკომპეტენტური. თუმცა მოდით მოვუსმინოთ, რას ამბობს თავად ავტორი ვლადიმერ ძაგუტო, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი აღიარებული ენერგოექსპერტია.
ინფორმაცია, რომელიც სტატიაში გამოვიყენე კომპანია ინტერრაო მომაწოდა. მემორანდუმი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო გაფორმებული, ითვალისწინებდა ტარიფის შესახებ შეთანხმებასაც და კომპანიის საინვესტიციო ვალდებულებასაც. ხოლო მემორანდუმში, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ 31 მარტს გააფორმა, დაფიქსირებულია შემცირებული ტარიფი 100 კილოვატი-საათიდან 300 კილოვატ-საათამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე. ხოლო საინვესტიციო ვალდებულება დოკუმენტში აღარ არის ნახსენები. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ ახალმა მემორანდუმმა გააბათილა ის შეთანხმება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა და ყველა ვალდებულებამ, რაც ინტერრაოს ჰქონდა, მოქმედება შეწყვიტა. თუ მთავრობა ოფიციალურად იტყვის, რომ საინვესტიციო ვალდებულებები არის შეთანხმების დოკუმენტში, ეს უკვე სიახლე იქნება. თუ ენერგეტიკის სამინისტროს სხვა პოზიცია აქვს, განმარტება უნდა გააკეთოს და თქვას, რა საინვესტიციო ვალდებულება რჩება კომპანიას. შეიქმნა სიტუაცია, რომ ერთნი ერთს ამბობენ, მეორენი მეორეს. ამ დროს ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც რომელიმე მხარის სიმართლეს დაადასტურებს, არ არსებობს. ერთი, რასაც ახალი ხელისუფლება წინას მუდმივად ედავებოდა, თელასთან ხელშეკრულების გასაიდუმლოება იყო, თუმცა ახლა თავად მალავენ. ამ თემაზე საუბარში ახლა ლევან ავალიშვილი, ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი შემოგვიერთდება, მოგესალმებით და კითხავთ აქვე, კანონიერია თუ არა და მეორე მხრივ პოლიტიკურად კორექტული ინტერრაოსთან ხელშეკრულების გასაიდუმლოება. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობთ სტუდიაში მოწვევისთვის. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, წლების განმავლობაში ეს სერიოზული პრობლემა იყო, რადგანაც კომერციული საიდუმლოების გრიფით იყო გასაიდუმლოებული, როგორც წინა მემორანდუმი და კომერციული საიდუმლოს გრიფი არსებობს ესეთ. მე რამდენად ვიცი, გრიფი საიდუმლო, ეს არის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით ედება დოკუმენტს და ის ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, სადაც არის საუბარი ეროვნულ უსაფრთხოებაზე. კი ბატონო, მაგრამ კომერციული საიდუმლოების ასე ვთქვათ, მინიჭების წესი არსებობს, თუმცა სამწუხაროდ საქართველოს კანონმდებლობას საკმაოდ ესეთი ზოგად ფორმულირებას იძლევა კომერციული საიდუმლოების დეფინიციით, რაც ასე ვთქვათ, ფართო ასპარეზს აძლევს როგორც საჯარო დაწესებულებებს, ისე მეორე კონტრაქტორ მხარეს, რომ კომერციული საიდუმლოების მუხლით საკმაოდ ფართო ინფორმაცია შეიტანონ და დამალონ. რა თქმა უნდა და დიდი დისკრეცია აქვს ზოგადად ადმინისტრაციულ ორგანოებს აი ამ მხრივ. მეორე საკითხია, რამდენად პოლიტიკურად კორექტულია ესეთ სიტუაციაში, როდესაც შენ წინა ხელისუფლებას ერთ-ერთ სადაო ფაქტად და არგუმენტად უდებ, რომ რატო ასაიდუმლოებ თელასთან ხელშეკრულებას, რომ შენ თვითონ ამას აკეთებ და უნდა იცოდეს თუ არა საზოგადოებამ, აქვს თუ არა ესეთი უფლება, იცოდეს რამდენად თანაზომადია თქვათ ის დათმობები, რომელიც მთავრობამ მისცა კომპანიას, თქვათ ტარიფის შემცირების სანაცვლოდ. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად საჯაროობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ასე ვთქვათ, ხელისუფლების ცვლილებას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ხალხმა უნდა იცოდეს ის ინფორმაცია, რომელიც მათ უშუალოდ ეხებათ და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭება მონოპოლიებისთვის საკმაოდ საეჭვო მიმაჩნია მე, რადგანაც არ ამგონია, რომ ილახებოდეს მათი კომერციული ინტერესები. რადგანაც რა არის კომერციული საიდუმლოება, არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც ვთქვათ, ხელს შეუშლის ამ კერძო ორგანიზაციას, კერძო პირს, რომ თავისი ბიზნესი ვთქვათ, აწარმოოს თავისუფლად და არეშინოდეს კონკურენტებს. იმ შემთხვევაში, როცა მაგალითად თელასი არის სრული მონოპოლისტი საქართველოს ბაზარზე, მას არ ყავს არანაირი კონკურენტი ამ შემთხვევაში საქართველოს მასშტაბით, ყოველად გაურკვეველია რა საფრთხეებს შეიცავს მაგალითად ინფორმაციის ვთქვათ, ხელმისაწვდომობა აი ამ ხელშეკრულების თანაც ჩვენ ვსაუბრობთ კახი კალაძეზე, რომელიც პრემიერს რომ დავესწროთ, ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც ახლა სწავლობს, როგორ გახდეს ენერგეტიკის მინისტრი. საიდან ვიცით ჩვენ, რომ მას უბრალოდ შეცდომა არ მოუვიდა. ან ვთქვათ, აკმარისად კომპეტენტური ვთქვათ, მიდგომა ჰქონდა მას. ან თუნდაც პოლიტიკური რეიტინგისთვის, ვთქვათ, ტარიფის დასაწევად არათანაზომადი კონცესია განახორციელა, ვთქვათ, კომპანიის, რუსული კომპანიის მიმართ. მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, რომ როცა საუბარი მიდის, ეს უკვე იქცა ფაქტობრივად პოლიტიკურ თემად, ხო? პოლიტიკური სპეკულაციის თემადაც, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, პარტიების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ტარიფის დაწევა მოხდა რაღაცის ხარჯზე და ეს პრინციპში არ არის ტარიფის დაწევა და არის სერიოზული პრობლემა, რომელიც ჩვენ მომავალში შეგვექმნება, ხოლო სამინისტროს პოზიციაა, რომ ტარიფის დაწევა მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც შეთანხმდნენ კომპანიებს შეამცირეს
შეამცირა თავისი მოგება, თუმცა გაუგებარი რატო უნდა გააკეთოს ეს კომპანია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი იქნებოდა და ზოგადად საჯაროობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სწორედ ამას გულისხმობს, რომ მოსახლეობას გქონდეთ მაქსიმალური ინფორმაცია. თქვენი ორგანიზაცია აპირებს თუ არა აი ამ მიმართულებით, კონკრეტული მიმართულებით რაღაც აქტიურობას, იმიტომ რომ აი წინა ხელისუფლების პირობებში არასამთავრობოები ძალიან აქტიურები იყვნენ მოთხოვნაში, რომ თელასთან ხელშეკრულება გასაჯეროებული. ნუ ჩვენი ორგანიზაცია უფრო ენერგეტიკულ პრობლემებზე ნაკლებად მუშაობს, მაგრამ ზოგადად ჩვენ ინფორმაციას ყველა მიმართულებით ვითხოვთ, მათ შორის ამ მიმართულებითაც შევეცდებით რაღაც მოვიპოვოთ, თუმცა რა თქმა უნდა იმის პირობას ვერ დავდებთ, რომ ეს ადვილი იქნება. აქ უბრალოდ პრობლემა არის იმაში, რომ კანონმდებლობა აძლევს ამ შემთხვევაში ენერგეტიკის სამინისტროს იმის საშუალებას, რომ ეს ინფორმაცია დაბლოკოს და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც ნაწილი კონტრაქტისა მივიღოთ, რომელიც არ იქნება კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეული, ძირითადი ნაწილები სავარაუდოდ იქნება გრიფით დაფარული და შესაბამისად რეალურად ინფორმაცია სასამართლოში დავა შეიძლება, არგუმენტები არის. რა თქმა უნდა შეიძლება. დიდი მადლობა. სოკართან გარიგებით 5 თეთრით დაიკლო გაზმაც, თუმცა გაზიფიკაციაზე 130 მილიონი დოლარის დახარჯვის შემდეგაც სოკარის მილზე დაერთებას სოფლად მოსახლეთა მხოლოდ 25% ახერხებს, დანარჩენს ფული არ აქვს. ეს კომპანიის ინფორმაციაა, რომ თუნდაც 2 წლიანი განმავლობით გაზის სახლში შეყვანის ფასი გადაიხადოს და შესაბამისად გაზის გაიაფებაც მათ ვერ შეეხება. აი წყალი ჩამოდის, კრიშაშია ჩამოვიდა წყალი შვილო, აი ტაშტები და ისინი გვიდგა. ხო, აი ეს გასქდა გარედან გავაკეთებინეთ ცემენტითა და აქ გაჯი უნდაო და აღარა გვაქვს არაფერი შვილო. 6 ვართ სახლში და გაუბედურებული ოჯახი. ნახუცრიშვილებს გაზაფხულის თბილი დღეები განსაკუთრებით ახარებთ, რადგან ბოლო 1 წელია მათ სახლში ისევე წვიმს როგორც გარეთ. ოჯახს თვიდან თვემდე თავი სახელმწიფოს მიერ დანიშნული 150 ლარიანი დახმარებით გააქვს, რომელიც საკვებზეც კი ძლივს ყოფნით. როგორც გარეთ წვიმს, ისე სახლში გვიწვიმს. აი კი, აი ეს ლოგინის სველი არის, ახლა რაკიმზე გამოვიდა, უნდა გავით. აი წუხელის გადაუძრე ბავშვს საბანზე, რომ სველი იყო, სულ და ვეღარ იმაშრებოდა. აი აქ ტაშტი მედგა წეღანა ვიღე. უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახისთვის ელექტროენერგიაც კი ზედმეტი ფუფუნების საგანია და გადაუხდელობის გამო ამასაც ხშირად უთიშავენ. ბუნებრივი აირის შემოყვანაზე კი მხოლოდ ოცნებობენ, რადგან არც ჩართვისთვის საჭირო 700 ლარი აქვს და ვერც შემდგომში გადაიხდიან მოხმარების საფასურს. ცოტა მეტი გადავიხადე, რა ვქნა ბავშვებს მოაკელი, რომ პატარა ხან ზღამე გიზიანო ჭირვეულობს ხოლმე და სინათლე მჭირდება. ძალიან ძვირი ჯდება გაზი და ვერ შემოვიყვან, იმიტომ რომ 700 ლარამდე გვითხრეს, რომ 700 ლარამდე მაინც უნდა აი ქვევით არის იქიდან და გამოვიყვანოთ. მეორე თემა რო თქვა, სულ შემოიყვან, ფერი გადაიხდით ამის ფულს. კი, რა ვიცი, აი ცოტა ფერი. გაზი ნამდვილად მჭირდება ახლა ბავშვებისთვის, მაგრამ თანხარო დიდია ვერ შემოვიყვანთ. ნახუცრიშვილების მსგავსად ხაშმელების უმრავლესობისთვის ბუნებრივი აირი ასევე ფუფუნების საგანია. მთავარი პრობლემა პირველადი ჩართვისთვის საჭირო 700 ლარია, რომლის გადახდასაც მოსახლეობის 70% 2 წლიანი განმავლობითაც კი ვერ ახერხებს. 700 ლარზე ნაკლები არც ერთი არ იქნება. გინდა 2 მეტრაში გაიყვანოს ვერთია. გინდა 10 მეტრაში. თითქმის 70% არა კაცი. 30% თუ ეკნება შეიძლება არც კი. ხო და თანაც კიდე რას გვეუბნებიან. ადრე ვინ შეიყვანა, ნახევარი შეიყვანეს. ეს თითო ლინია გაჭიმეს რა. აი ახლა მაგალითად აი ისა მოჩენილია გინდა აი ამ სახთან, ხო? იმის იგით არ არის გაზი გაყვანილი. აი ახლა ახალი ტურბები რო გაჭიმეს და მორჩენ. იმის იგით რო გაიყვანო, ამან 45 უნდა დაიხადოს. იმან უნდა დაიხადოს 60 თეთრი. სოკარ ჯორჯია გაზში, რომელიც რეგიონებში ბუნებრივი აირის დისტრიბუტორია, ადასტურებენ, რომ ახლად გაზიფიცირებული სოფლებიდან ბუნებრივი აირის შეყვანას მოსახლეობის 25%-იც კი ვერ ახერხებს. სოკარმა 166,000 პოტენციური მომხმარებლის გაზიფიკაციისთვის 140 მილიონ დოლარამდე დახარჯა, თუმცა მის ქსელში აბონენტად ჯერჯერობით მხოლოდ 40,000 კაცია დარეგისტრირებული. განათლების მინისტრის კეთილშობილური იდეა უფასოდ დაურიგოს საჯარო სკოლებს ყველა მოსწავლეს, ყველა სახელმძღვანელო კრიტიკის საგანი ხდება. არგუმენტებს შორის საგამომცემლო ინდუსტრიის დანგრევა და დახმარების უსამართლო განაწილება სახელდება. და კიდევ კორუფციის საფრთხეს უკვე გავიარეთ, ამბობენ ექსპერტები, როდესაც სამინისტრო ერთპიროვნულად არჩევდა სტამბას და აძლევდა შეკვეთას და შემდეგად საბიუჯეტო სახსრები იფლანგებოდა. ყველა პოზიცია რეკლამის შემდეგ დაგვევლებით.
განაგზოთ ბიზნეს კურიერს ვნებათა ღელვა გამოიწვია განათლების მინისტრის გადაწყვეტილებამ, რომ სასკოლო წიგნებს გამომცემლობათა გვერდის ავლეთის თავად დაბეჭდავს, რაც რამდენჯერმე იაფი დაუჯდება და წიგნებიც ყველა ბავშვს საჯარო სკოლებში უფასოდ დაურიგდება. ერთი შეხედვით ძალიან სათნო იდეას არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ბუნებრივია თავად გამომცემლები, რომლებიც თამაშგარეთ რჩებიან და ისინიც ვინც მიიჩნევს, რომ დახმარება მან უნდა მიიღოს, ვისაც ეს უფრო მეტად ესაჭიროება. სხვაგვარად კი ფული უსამართლოდ დაიხარჯება. არის სხვა რისკებიც, მათ შორის კორუფციისაც. ყველა ასპექტზე ახლა ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ. ოთარ აბესაძე, ეკონომისტი და არ ვიცი ფორმალურად თუ არა, ჯერ ისევ არაფორმალურად მინისტრის მრჩეველი, განათლების სამინისტროს პოზიციას წარმოადგენს. თამარ ლებანიძე, გამომცემლობა დიოგენეს ხელმძღვანელი და დიმიტრი შაშკინი, განათლების ყოფილი მინისტრი. აქვე დავძენ, რომ სტუმრებმა ერთმანეთთან დებატები არ ისურვეს და ამიტომ მორიგეობით ისაუბრებენ. თუმცა გადაფიქრება ყოველთვის შეუძლიათ. დავიწყოთ განათლების სამინისტროთი, ბატონ ოთარს მიმართავ კითხვით. გასაგებია, რომ მეტი ძალისხმევა დაჭირდებოდა, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ უკეთესი ვარიანტი იქნებოდა. თუ კი უფასო სახელმძღვანელოებს მხოლოდ ისინი მიიღებდნენ, ვისაც ეს ფინანსურად, რომელთა ოჯახებს ეს ესაჭიროებათ, ხოლო ვისაც არ ესაჭიროებათ, მათ ხარჯზე დამატებით სიკეთეს მიიღებდნენ ისინი, ვისაც ესაჭიროებოდა. თუ შეიძლება ეს სკოლის სასკოლო ჩანთაყოფილიყო, ან ნებისმიერი სხვა რამ. მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა ვისარგებლო ეთერით და მიულოცო სრულიად საქართველოს ეს რევოლუციური გადაწყვეტილება, რასაც ახორციელებს დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. რის შედეგადაც ეს რევოლუციური რატომ სოციალიზმის დროს გქონდა ესეთი? ეს არის რევოლუციური გადაწყვეტილება, რომ უფასოდ მიიღებს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე წიგნებს. გამომდინარე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა, გამომდინარე საქართველოს სოციალური მდგომარეობისა, ეს პრობლემა იდგა და აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პაკეტით, ამ შეთავაზებით საქართველოს ოჯახების უმრავლესობა მიიღებს ძალიან დიდ დახმარებას, მათ აღარ ეხება გასაწევრის ხარჯი, ეს 150-200 ლარის ფარგლებში, როცა ჩნდებოდა სასკოლო სახელმძღვანელოები. მათ შორის ისინიც, ჩემი კითხვა ამ შემდგომარეობს, ძირითადი არგუმენტი ეს არის, ვთქვათ, ოპონენტების, რომ რატომ უნდა მიიღოს ბიუჯეტიდან დახმარება მან, ვისაც ეს არ ჭირდება და თუ კი ბიუჯეტი არის და ეს ფული ხელმისაწვდომია, მაშინ მეტი მიიღოს დახმარება მან, ვისაც ეს ესაჭიროება. აი ამაზე საუბარი. ამას მეტი ძალისხმევა ჭირდება, მეტი მუშაობა. განათლების სამინისტროსთვის ყველა მოსწავლე არის ყველა მოსწავლე. ყველა მოსწავლე ახლა გამომდინარე მიიღებს უფასო წიგნებს, მაგრამ თუ რომელიმე მშობელს მაგალითად ბატონი დიმიტრი აღნიშნავდა, რომ შეაწუხებს მორალური პასუხისმგებლობა, რომ რატო იღებს და კერძო სკოლები რატო არ იღებენ? დავამთავრებ თუ შეიძლება. მიიღებენ წიგნებს და მას აქვს ამის საშუალება. კი ბატონო, მან ეს ნახა გადარიცხოს ბავშვთა სახლში, გადარიცხოს ბავშვთა ფონდში, რაღაც ათასი მიმართულება არსებობს, ხომ? მაგრამ სამინისტროსთვის არსებობს კერძო სკოლები რატო არ იღებენ? დავასრულებ თუ შეიძლება. სამინისტროსთვის არსებობს ერთი კანონზომიერება, რომ მოსწავლე, საჯარო სკოლის მოსწავლე არის მოსწავლე და საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს უფასოდ წიგნს, რაც შეეხება კერძო სკოლას. რაც შეეხება კერძო სკოლას. კერძო სკოლაში თუ არის შემთხვევა, რომ იქ სწავლობს სოციალურად დაუცველის, რა თქმა უნდა მიიღებს უფასო წიგნს, მაგრამ კერძო სკოლა არის კერძო ბიზნესი, მოდი მან გადაწყვიტოს რა მიმართულებით წაიყვანს. მე არა ვარ სოციალურად დაუცველი, მაგრამ ჩემი შვილი სწავლობს საჯარო სკოლაში, იმიტომ მე მიმაჩნია, რომ ჯობია ისწავლოს საჯარო სკოლაში. დიახ. და მიიღებს ძალიან ბევრი, მე ჩემს კლასში, ჩემი ბავშვის კლასში მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი, რომელსაც არ უჭირს. კი ბატონო, თქვენ თუ არ გიჭირთ, თქვენ სახელმწიფო თქვენ შვილს შუქნის უფასო სახელმძღვანელოს, ეს არის კონსტიტუციური უფლება. გავყიდო ის წიგნები, თუ როგორ მოიწა, არ მივიღო წიგნი, ხო დაბეჭდილე ფული ხო დაიხარჯა, დიახ. თქვენ შვილს აჩუქა სახელმწიფო წიგნი. ეს არის გენიალური პროექტი, რომ ყველა ეს არის ერთეული, ხო, მაგრამ თქვენ საშუალება გაქვთ, თქვენს კლასში თუ შეიძლება ბევრს აქვს, მაგრამ სხვა კლასში არ აქვს საშუალება. ხო, ამაზე რატომ დავობთ? მე ვერ ხვდები. არა, იმიტომ სია არსებობს სოციალური დაუცველების, ხო, გაქვთ სამინისტროში, იმიტომ რომ ცალკე იყო გამოყოფილი. ორ წელს მომისინათ თუ შეიძლება სოციალურად დაუცველებზე იხარჯებოდა 10 მილიონი ლარი. მათ და მრავალშვილიანების ოჯახებზე მომსახურება წიგნებით. დღეს 12 მილიონი ლარის ფარგლებში შესაძლებელია სრულიად საქართველოს მასშტაბით. ყველა საჯარო სკოლის მოსწავლის უფასო წიგნებით მომარაგება. ამაში მე ვერ ხედავ ვერანაირ სადაო პოლიტიკას, მაგრამ სამწუხაროდ ერთია, მინდა აღვნიშნო, რომ მე აქ დავინახე კი არა და ჩვენთან შოუს ეწრება ბატონი დიმიტრი შაშკინი. მე უკვე ხვდები თუ რატომ ქმნიან ძალით ამ აჟიოტაჟს და რატო ხდება ვის მიერ არის მართული თუ არამართული იდიბათ თუ ცალცახად ეს რაღაცა პრობლემა აგორებული, ეს არის მართლაც ეს არის დიმიტრი შაშკინი. ეს არის დიმიტრი შაშკინი არა, გულისხმობ კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს, რომ მართლაც ასიკეთო პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში და ეხმარება მართლა ამ გაუბედურებულ ხალხს. ფაქტი იყო ესეთი, ფაქტი, რომ რუსთავის სკოლაში მშობელმა მოგვაწოდა ქსეროქსები, რომ მისი შვილს არ ქონდა
იგი არ იყო სოციალურად დაუცველი, მაგრამ არ ქონდა წიგნის ყიდვის საშუალება, აქედან გამომდინარე მან მასწავლებლები ეხმარებოდნენ, რომ ექსელოქსად მაგის პასუხად გეტყვით, რომ ნებისმიერი რეფორმა უპრიანია, რომ რაღაც საჯარო დისკუსიის საგანი გახდეს. ნებისმიერ არ არსებობს რეფორმა აბსოლუტურად და ვთქვათ არ არსებობს რეფორმა, რომელსაც აქვს მხოლოდ რაღაცა უარყოფითი. მეორე შემთხვევა თუ შეიძლება დავაგრძელებ. რა თქმა უნდა შეიძლება. იმერეთში დაფიქსირდა ფაქტი, რომ ლობიოზე მოხდა წიგნის გადაცვლა, ია ანთაძემ აღნიშნა გუშინ ეთერში, რომ გურიაში თუ არ ვცდები ჩაატარეს კვლევა, სადაც სოციალურად დაუცველ ბავშვებს ჰქონდათ წიგნები, ყველა აბსოლუტურად, ხოლო სოციალურად ამ სტატუსის გარეშე მქონე ბავშვებს წიგნები არ ჰქონდათ და თხოვლობდნენ და სარგებლობდნენ რაღაც ერთობლივად, ხო? ეს პრობლემა რო აღარ ყოფილიყო სკოლებში, რომ არ ყოფილიყო წიგნის პრობლემა, მშობელს შეიძლებოდა უფრო დაუშვათ ბავშვი გაემზადებინა სკოლისთვის უკეთესი ტანსაცმელების სკოლა ხომ მარტო წიგნი შეიძლება ჩაგეკითხოთ, იმიტომ რომ აი ამ პროექტის ფარგლებში თუ კი ბავშვი დააზიანებს წიგნს, მშობელმა მაინც უნდა აანაზღავროს მიუხედავად იმისა, ის რომელ ჯგუფშია სოციალურ დაუცველში თუ დაცულში და რადგანაც ახლა წიგნები გამოდის არამყარი ყდით, ძალიან დიდი შანსია რომ ეს მოხდეს. ეს რა იცით რომ არამყარი ყდით გამოვა და რომ ეხლა რომ გამოდის მეთქი მე ვამბობ. ადრე რა გამოდიოდა, მოდი ეს სხვა საკითხია. აწირა გამოვა. ანუ გამოდის მყდარი ყდით და იცით რა გამოვა, ამას ნახავთ ერთ-ერთ რა ამაზე მიდის მუშაობა, იხვეწება პროექტი. რაც ნიშნავს რომ წონაში მოიმატეს, იმიტომ ესეც წონა ყველაფერი იქნება ისე, გადაწყდება ისე როგორც კეთილი. მეორე რისკი, რომელზეც თქვა ექსპერტები საუბრობენ და დამეთანხმეთ თქვენც რომ ესეთი რისკი არსებობს, როდესაც პირდაპირ ხდება უწყებას დამკვეთსა და შემსრულებელს შორის კავშირი, იქ არის კორუფციის საფრთხე. ვერ გავიკე უკაცრავად. კორუფციის საფრთხეზე გესაუბრებით და რისკზე, იმიტომ რომ როდესაც პირდაპირ ხდება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის კავშირი და იქ არ არის თქვა რაღაც დამატებითი სტრუქტურა, რგოლი, რომელიც განახორციელებს თქვა აი ამ კავშირს, თქვა გამომცემლობის სახით ამ შემთხვევაში, შეიძლება რაღაც კორუფციის საფრთხე წარმოიქმნას. აი მაგალითად სტუდია მონიტორმა ჩაატარა წინა ხელისუფლების პირობებში და აღმოაჩინა ასეთი ფაქტები და მე მოვისმინოთ ეს სინქრონი და მე გკითხავთ, რომ რატომ არის დაცული თქვენი ხელისუფლება ასეთი სცენარისგან. ხელისუფლება ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან უხეშად ერეოდა გამომცემლების საქმიანობაში. პირველ წელიწადს გამომცემლებს პრაქტიკულად აუკრძალეს ბეჭდვის უფლება და ეს უფლება მისცეს 24 საათს. შემდეგ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ამან, იმიტომ რომ ძალიან უხარისხო წიგნები იყო. აი მეორე წელს კი ტაქტიკა შეცვალეს, დაბეჭდვის უფლება მისცეს გამომცემლებს, მაგრამ ახლა დისტრიბუციის უფლება ჩამოართვეს და მთელ რიგ გამომცემლებს, რომლებსაც საკუთარი დაბეჭდილი წიგნები საკუთარივე მაღაზიაში თუ საწყობში უნდათ რომ გაეყიდათ, მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. ბატონო გაგე, თუ შეიძლება ერთ ამაზე რაც შეეხება, ამაზე ბატონი დიმიტრი იმყოფება აქ, მე მგონი ეს ხდებოდა მისი მინისტრობის პერიოდში და ამაზე გაცემს პასუხს. მინდა გავაგრძელო უბრალოდ თემა, რომ არა, თქვენი ხელისუფლება რატო არის და ფიქრობთ, რომ იქნება დაცული აი ესეთი რისკი? გიპასუხებ. ყოველთვის, როდესაც ეს ხდება, ჩვენ ვიცით, ხო? და თქვენც იცით. კორუფციული რისკი წარმოიქმნება. აბსოლუტურად ნებისმიერი პროცესი, რასაც ამ მიმართულებით სახელმწიფო და სამინისტრო გაატარებს, იქნება ღია და საჯარო, მაგრამ რაც შეეხება აქამდე რა იყო აპრობირებული მეთოდი, ხო? იყვნენ გამომცემლები, რომლებიც მუშაობდნენ ამ სასკოლო სახელმძღვანელოებზე, იყვნენ სპეციალურად შექმნილი გამომცემლები, რომლებიც მუშაობდნენ კონკრეტულად მხოლოდ ამ სახელმწიფო შეკვეთაზე. რატო არ იქნება ხა სპეციალურად შექმნილი სტამბა, რომელიც იმუშავებს? იცით რა არის? თუ შეიძლება დავასრულებ რას ვლაპარაკობ და გამოიტანოს მოსახლეობა მასზე. მეჩვენება ჩემ კითხვაზე არ პასუხობ და მეჩვენებათ არა, მე უბრალოდ ის მეჩვენება რომ ისეთ რაღაცაზე დავუბრალდეს და არ უნდა დავდეთ, ხო? მოსახლეობა, ბავშვები მიიღებენ უფრო წიგნებს. ვითხოვ პასუხს, დიახ. კი ბატონო. სტამბასაც შეეხება. ჯერ გავაგრძელებ გამომცემლებს, ხომ? რეალურად რო უჯდებოდა სახელმწიფოს 10 მილიონი, ახლა 12 მილიონი ახერხებს ამ ყველაფერს, ხომ? რომ მოემსახუროს უფასო წიგნებით მოსახლეობას. რაც შეეხება სტამბებს, საჯაროდ და სახალხოდ, მოდი ესე ვიტყვი, ნებისმიერი სტამბა, რომლის მატერიალ-ტექნიკური ბაზა და საშუალებები აკმაყოფილებენ სამინისტროს მოთხოვნებს, რომ დაიბეჭდოს მაღალი ხარისხის წიგნები, ვიდრე აქამდე იბეჭდებოდა, პლუს გავითვალისწინოთ ის, რომ აქამდე წიგნები უმეტესობა იბეჭდებოდა თურქეთში, ხდებოდა ამის იმპორტირება, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ბრუნვას ადგილზე ვტოვებთ, ვახალისებთ ადგილობრივ წარმოებას, პირიქით ხელს უწყობთ ამათ. უბრალოდ თუ აქვს რამდენი სტამბაც არის საქართველოში, რომელიცაც შეუძლია წარმოადგინოს ის დოკუმენტალურად მათი საშუალებები და რომ რეალურად შეძლებენ მოემსახურონ ამ პროექტს, კი ბატონო, მათთან ყველასთან თანაბარ პირობებში, თანაბარ ფასში გაფორმდება ხელშეკრულებები.
თუმცა მე ვთქვათ მაგ შესაძლებელი არგუმენტი არ მინდა რომ მხარეთ გამოჩნდე, მაგრამ რადგან დებატებზე უარი თქვით, ამიტომ იძულებული ვარ მე ჩაგეკითხოთ ხოლმე ამ შემთხვევაში ცხადია რომ რაც უფრო მსხვილია სტამბა, მას შეუძლია უფრო იაფად დაპეჭდოს და უფრო ხარისხიანად და შესაბამისად შეიძლება დავიდეთ საბოლოო ჯამში ერთ სახელმძღვანელოზე და ერთ შემსრულებელზე. მაგ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, რო არ მოხდეს რაღაცა მიკერძოება, რაც შეეხება მხარის თემას, პრინციპში თუ გადავხედავთ წელწადს მხარის პოზიციის დაკავება იცით როგორ არის რაც იყო არა თქვენზე არ მაქვს საუბარი არა რაც ხდებოდა აქამდე საქართველოში მე მხარეზე სხვა რამეს ვლაპარაკობ თუ სწორედ გაიგეთ თუ შეიძლება რომ იყო პირდაპირ მნიშვნელობით დაკვეთები სახელმწიფო დაკვეთები რომ იღებდნენ რომელიღაცა გამომცემლები რომლებიც მუშაობდნენ მარტო სახელმწიფო დაკვეთაზე თუ შეიძლება რომ ეს შეიძლება ისე მოხდეს რომ არ მოხდეს ეს დაკვეთა მათზე მათ გარანტირებული შეყვება სახელმწიფო არ მიიღო და ამით მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის განათლების სამინისტროს ბიუჯეტის უფრო მეტად აკუმულირება და უფრო გაცილებით იაფად უკეთესი ხარისხის წიგნები დაბეჭდვა ყველა მოსწავლე მიიღებს უფასო წიგნს პლუს დამაზოგი თანხით შესაძლებელია სხვა მრავალი უფრო უკეთესი პროექტის დაფინანსება განსაკუთრებია კეთილით ესეთია თქვენი პოზიცია მე გთხოვთ რომ არ წახვიდეთ მართალია არის სრული დებატები მაგრამ თუ კი ჩათვლით რომ გსურთ რაღაც კომენტარის გაკეთება რომ ჩვენი სტუმრის დასაუბრებზე შეგიძლიათ ესეც მოიქცეთ ერთის დავამატებ უკაცრავად დავამატებ იმას რომ რაც შეეხება ამ გამომცემლებს მათთვის აბსოლუტურად არავის არ აუკრძალია ბიზნეს საქმიანობის შეჩერება რაც არის გამომცემლის ფუნქცია ხომ ის ადგეს მოიძიოს ნიჭიერი მწერალი ნიჭიერი პოეტი გამოცეს წიგნი ეს მისთვის არ აუკრძალია რა უბრალოდ გარანტირებულ დავასრულებ თუ შეიძლება რა დავასრულებ თუ შეიძლება გარანტირებულ შეკვეთას აღარ აიღებს მაგრამ სამწუხაროდ მეკვეთება ისეთი რეალობა რომ დღეს ხედავ სიტუაციას ისე რომ ეს გარკვეულწილად ამას პოლიტიკური სახე ეცემა და ეს ძალიან ცუდია ეს თუ ხდება არ ვიცი ბატონი დიმასთან მისი გუნდის მიერ 19 აპრილისთვის რაღაცის მომზადება ეს ძალიან ცუდია თხოვ რომ პოლიტიკურ თამაში ნურავის ნურავყვება მე ძალიან გამიკვირდა რომ დღეს აქ ბატონი დიმიტრი ვნახე იმიტომ ეს პოლიტიკური ორგანიზაციის წევრია საუბრობთ კარგი მაგის შემდეგ შეგიძლიათ ეთერს შემდეგ ახლოს არის თქვენთან და უთხრათ ვისაუბრეთ კეთილ თამართან გადავინაცვლებ მაშინ კითხვით აი თქვა რომ რატომ არ შეუულიათ გამომცემლებს იარსებონ სახელმწიფო დაკვეთის გარეშე რატო ჩაეჭიდნენ მაინც და მაინც ამ სახელმძღვანელოებს რატომ არ შეგიძლიათ გამოსცეთ ლექსები არ ვიცი რომანები და ამითი აწარმოოთ ბიზნესი შუა დღემშვიდობისა მე რა თქმა უნდა გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე ოდნავ მოგვიანებით თავიდან მინდა აღვნიშნო რომ ყველა გამომცემელი მიესალმება სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების იდეას ეს ერთი გარემოება მეორე გარემოება ყველა გამომცემელი მზადაა დებატებისთვის პირიქით საჯაროობა ჩვენს ინტერესებშია ამიტომ კონკრეტულად გამომცემლობა დიოგენე იწყებს და უკვე დაიწყო გუშინ გამოქვეყნება იმ დოკუმენტების, რომელიც უკავშირდება ჩვენს ბიზნეს სახელმძღვანელოების კუთხით. ეს გახლავთ ხელშეკრულებები ავტორებთან. ზემოგებებს გულისხმობთ, რომელზეც იყო საუბარი. არავითარ შემთხვევაში, აქ არის ლაპარაკი გადასახადებზე, რომელსაც ჩვენ ვიხდით, აქ არის ლაპარაკი ჰონორარებზე, რომელსაც ჩვენ ვუხდით თავიანთ შრომაში. შეიძლება გითხოთ, რადგან ესეთ გამჭვირვალობაზეა საუბარი, რა მოგება გრჩებოდათ ერთი წიგნიდან. ერთი წუთით დამთავრებინეთ და მე მინდა ერთ გარემოებას კიდევ გავუსვა ხაზი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულმა საზოგადოებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს ხმამაღლა განაცხადა, რომ რევოლუციურ გზას ჯობია გონივრული გადაწყვეტილებების გზა. მე მგონი უკვე დროა დაიწყოს ამ საზოგადოებაში გონივრული გადაწყვეტილებების ეპოქა და სამწუხაროდ მე ძალიან დიდი წუხილით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა ამ აქტიურობამ ბოლო კვირის მანძილზე და დიდი მადლობა მედიას, რომ ამ საკითხით ინტერესდება. ამ ჩვენმა აქტიურობამ განაპირობა საპასუხო რეაქციები სამინისტროს მხრიდან და სამწუხაროდ გამოვლინდა, რომ ძალიან ბევრი რისკის შემცველი ფაქტორი მათ არ აქვთ გათვალისწინებული. ეს პროექტი ძალიან სუსტია ეკონომიკური რისკების შეფასების თვალსაზრისით. არ არის წინასწარი გათვლები და მე როგორც გადასახადების გადამხდელი, რომელმაც საშემოსავლო გადასახადის ჰონორარებიდან გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მეშვეობით, კერძოდ ეს გახლავთ 61,000 ლარზე მეტი 2012 წლის ბოლოს მხოლოდ გაცემული. აი ამ თანხით ჩვენ ვართ თანადამფინანსებელი სოციალური პროგრამების ამ ქვეყანაში და შესაბამისად
ეს საკითხი გაწუხებთ. კეთილი, მთავრობამ ვთქვათ მიხედავს კი ბატონო თავის პრობლემებს, მაგრამ აი თქვენ როგორც ექსპერტს აი თქვენს დარგში ასე ამ შემთხვევაში ესე გთხოვთ რომ დაგვეხმაროთ ამ კუთხით რომ გავშალოთ ეს თემა. აი კი თქვა რომ რატომ აი დაუბრუნდები მკითხვას რატომ უნდათ ეს სახელმწიფო დაკვეთა, რატომ არ შეუძლია დამოუკიდებლად წარმართონ თავიანთი ბიზნესი და აგრეთვე საუბარი იყო ზემოგებებზე. შეგიძლიათ გითხრათ გულახდილად თუ კი რაღაც საჯარო ბაზაზე საუბარი საშუალოდ მე არ გთხოვთ უშუალოდ თქვენი კომპანიის მონაცემები გითხრათ წიგნზე რა მოგება რჩებოდა გამომცემლად რა იქნებოდა ადეკვატური რეალობიდან გამომდინარე ადეკვატური გადაწყვეტილება მე მოგახსენებ არა რა თანხა რჩებოდა თითო წიგნზე მოგების სახით გამომცემლობას აი ამ პროექტის ფარგლებში სახელმძღვანელობის ბეჭდვის დიახ მოგება რჩებოდა გამომცემლობას რა თქმა უნდა საკმარისი იმისათვის რომ ბიზნესი განევითარებინა და მეცაც გეტყვით ბატონო 25 თეთრზე მეტი რომელიც რასაკვირველია მით უმეტეს რომ 25 თეთრი არ არის არავითარ შემთხვევაში მოგება ამას მე ხაზგასმით ვამბობ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შემოსავალი და ეს ორი ცნება რა თქმა უნდა გაიმიჯნოს ხო წიგნი რომელიც ჯდება 5 ლარი და 80 თეთრი როგორც შეიძლება სახელმწიფო ჩვენგან მიიღოს ლარი და 80 თეთრად ეს გახლავთ ამ საკითხის ბიზნეს მხარე გარდა ამისა როდესაც ანუ ეს ტყუილია როდესაც საუბარია რომ ლარი და 20 ჯდება წიგნი და 10 ლარად იყიდება რასაკვირველია სამწუხაროდ 100-ია გარდა ამისა როდესაც ლაპარაკია რომ პროექტი ჩაეტევა 12 მილიონში ეს სამწუხაროდ გამორიცხულია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ თუნდაც გამომცემლობა მაკმილანი რომელიც ამხანაგ შაშკინის წყალობით აღმოჩნდა განსაკუთრებულ მდგომარეობაში და აღმოჩნდა თქვენი ამხანაგია თუ უბრალოდ ამხანაგს გულისხმობთ რაღაც არა ამხანაგი მოგეხსენებათ საბჭოთა ტერმინია და ჩემთვის ბატონი შაშკინი ნამდვილად განასახიერებს ამ თვალსაზრისით მავნე სისტემის წარმომადგენელს ჩვენ გვახსოვს აი ჩვენს ეთერში ძალიან ხშირად გიკრიტიკებიათ კი ბატონო შაშკინის ხელისუფლება იმიტომ რომ თქვენ ამბობდით და ამტკიცებდით რომ ხდებოდა მიკერძოებულად ჩაწყობით განაწილება ამ შეკვეთების ის სქემა და ეს სქემა შემოთავაზებული რომელი უფრო ცუდია საუბედუროდ მე განსხვავებას ვერ ვხედავ, მაგრამ შედეგების თვალსაზრისით თუ კი ის სქემა ამუშავდა იმგვარად, როგორც ამას დღეს განათლების სამინისტრო გეგმავს, თუ კი დიალოგი არ გაგრძელდა, რისკები არ დაიწონა, რა გონივრული გადაწყვეტილება არ მივიღეთ, მაშინ დღევანდელი სიტუაცია უფრო მძიმეა, ვიდრე ეს იყოს როგორც მოგახსენეთ ამ ხანაში. რატო აი უარეს შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს? შედეგი ამის იქნება ის რომ საქართველოს ყველა მოსწავლე მიიღებს უფასო წიგნს. აი ეს არის ამის მთავარი შედეგი და მთავარი მონაპოვარი რომ ყველა მოსწავლე მიიღებს უფასო წიგნს. მე უბრალოდ ვერ ხვდები იცით რა არის? ეხლა ჰარი ტრუმენის პრინციპია რომ სამხელა ეკონომისტი მომიყვანეთ ხო? ეხლა ეგრე არ არის ანუ რაღაცა ხდება ვიღაცამ რაღაც უნდა დათმოს, რაღაცა ხდება რომელიც უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ მთავარი ის არის რომ უფასო წიგნს მიიღებს ყველა მოსწავლე. ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, ხო? მოდით თქვენ ხართ ეკონომისტი, გამოცდილი, მრჩეველი, მაგრამ დიმიტრი შაშკინი, განათლების ექს-მინისტრი, ალბათ ამ სფეროში ეხლა უფრო გამოცდილია და ვკითხოთ მას, ეს არის მთავარი შედეგი. არა, შეიძლება მე დამამთავრებინეთ. თქვენ დაგიბრუნდებით, კი ბატონო, არა ხან უბრალოდ მე დამამთავრებინეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მინდა ვთქვა, როდესაც ლაპარაკია სახელმძღვანელოების უფასო გადაცემაზე, ჩვენ ამით არ უნდა დავარღვიოთ კონსტიტუციური ფუნდამენტური უფლებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დამეთანხმებით, ხომ? ეს გახლავთ საკუთრების უფლება. და მე მინდა აღვნიშნო ერთი არგუმენტი, რომელიც არ თქმულა ამ დღეებში და არის ძალიან მნიშვნელოვანი, დაახლოებით ინტელექტუალური საკუთრების უფლებას გულისხმობ. დაახლოებით 2 წლის წინ ევროსტრუქტურებიდან საქართველოს მიიღო დაბეჯითებითი რეკომენდაცია, რომ უნდა იყოს მუშაობა დამატებითი განვითარებული 4 მიმართულებით და ერთ-ერთი ამ მიმართულებათა შორის იყო ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. ეს არის ის ღირებულება, რომელსაც აღიარებს, ცნობს და იცავს მთელი ცივილიზებული მსოფლიო და ეს საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითაც. მეორე მნიშვნელოვანი მეორე მნიშვნელოვანი არა, ამაზე არ არის ლაპარაკი, უკვე არსებულ საკუთრებაზეა. მეორე მომენტი, რომელიც ასევე არგუმენტად არ თქმულა ამ დღეებში და მე ძალიან წუხვარ, რომ ამაზე მიწევს ლაპარაკი. ჩემდა საუბედუროდ, პირადად ჩემდა საუბედუროდ, 5 თვის წინ მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც ალაპარაკდა ვაუჩერიზაციის სქემის ამოქმედებაზე. ვაუჩერიზაციის სქემა გულისხმობდა გაცილებით უფრო გონივრულ მოდელს და გულისხმობდა იმას, რომ სოციალურად დაუცველი ყველა ბავშვი მიიღებდა
რა თქმა უნდა უფასოდ სახელმძღვანელოს, მაგრამ დანარჩენი მშობლები, დანარჩენი მოსწავლეები მიიღებდნენ სპეციალურ ვაუჩერს, რომელიც იგულისხმებდა მათ მცირე მონაწილეობას, დაახლოებით 20%-იან მონაწილეობას ამ პროექტში და ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან. ესეთია თქვა თქვენი პოზიცია. დიდი მადლობა და ბატონ დიმიტრი შაშკინთან გადავინაცვლებ. თუ კი ამ პროგრამის ფარგლებში და ბიუჯეტიდან გამომდინარე, როგორც ახალი ხელისუფლება ამბობს, შეიძლებოდა ყველასთვის უფასო სახელმძღვანელოს მიცემა, რატომ არ ხერხდებოდა ეს, თქვა, რატომ არ აკეთებდით ამას? რა პრობლემები იდგა იმისათვის, რომ თქვა ფასი შეგემცირებინათ? თუ მართლა ლარი და 20 ჯდება წიგნის დაბეჭდა. მე მგონი არავინ არ დაობს ამაზე, რომ ძალიან კარგია რა, ლარი ლარის ფარგლებში, ლარი და 20 ძალიან ბავშვებს უცხოასოდ მივცეთ სახელმძღვანელობა, ამაზე არავინ არ დაობს და თქვენ თუ გახსოვთ პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპირება. თუ შეიძლება თქვენ არ გიშლიდით და ზდილობის ფარგლებში ჩვენც ვისაუბროთ, ძალიან მადლობელი ვიქნები. პრემიერ-მინისტრი არ არის პრობლემა, დიახ. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საარჩევნო პროგრამა იყო ზუსტად 1000 ლარიან ვაუჩერზე საუბარი, რომლითაც ყველა მშობელს შეეძლო რომ ეყიდა სახელმძღვანელოები ბავშვებისთვის. გარდა ამისა, აქ უკვე აღინიშნა დაახლოებით 10 მილიონი ლარი ჩვენ ვყიდულობდით სახელმძღვანელოებს სოციალურად დაუცველებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ჩვენ ვყიდულობდით სახელმძღვანელოებს ომში გმირულად დაღუპული ჩვენი ვაჟკაცების შვილებისთვის და ასე შემდეგ. დაახლოებით 100,000 ბავშვი 540,000-დან იღებდა უფასოდ სახელმძღვანელოებს ისედაც და ჩვენი დაპირება წინა საარჩევნო იყო რომ კიდე ეს მოსახლეობა მიიღებდა 1000 ლარიან ვაუჩერს, რომელთაც ამას იყიდით. მოკლედ იმაზე რომ სახელმძღვანელო კარგია რომ ბავშვმა უფასოდ მიიღოს, ამაზე არავინ არ დაობს. აქ არის საუბარი თუ როგორ უნდა მოახერხოთ ეს. ეს ბაზარი, რომელზეც არის საუბარი, წიგნების ბაზარი არის დაახლოებით 60 მილიონიანი. ამითი ამ პროექტით ძალიან დიდი საშიშროება რომ ეს ბაზარი გაქრება 15 მილიონიანი გადასახადი რომელიც მიდიოდა ბიუჯეტში ამ ბაზრიდან დიდი ალბათობით ბევრი საგამომცემლო სახლი გაკოტრდება იმიტომ რომ არ ექნება საშუალება რომ ინვესტიცია ჩადოს ანუ უკვე არ გამოვა ახალი წიგნი 2-3 წელიწადში დაახლოებით არ ექნებათ ფული რომ გამოსცენ ახალი წიგნები აქ სახელმძღვანელოებს არ არის საუბარი ანუ ხელისუფლება ამბობს ახალი მინისტრი რომ აი არსებული ბიუჯეტის ფარგლებში რომელსაც თქვენ თქვათ მცირე ნაწილს აფინანსებით თქვათ ვისაც ჭირდებოდა უშუალოდ შეიძლება ყველას დაფინანსებაო არა აქ ძალიან მარტივი არის ყველაფერი შეიძლება ჩვენ შეიძლება პური დავარიგოთ უფასოდ ან 71-ის მაგივრად 10 ლარად წავართოთ ქვილი შემომტანს გავაკეთოთ საცხობი ჩვენ გამოვაცხოთ და უფასოდ დავარიგოთ შესაძლებელი ყველაფერი არის თუ ამას ვაკეთებთ გაკულაკებით ახლა ძალიან კარგი არის თუ არ ვწდები ქალბატონი თამარი ძანა ახლა დიდი სიმპათიით ჩემს მიმართ არ არის განწყობილი და ძალიან კარგი ესე იგი ობიექტურობის განცდა არსებობს მე არავითარ შემთხვევაში გამოცემლების დამცველი მაგრამ ამავდროულად უნდა ვთქვათ რომ განათლება ბავშვის არ არის დამოკიდებული მხოლოდ სახელმძღვანელოზე თუ ქვეყანაში მოკვდა წიგნების ბიზნესი თუ არ გამოიცა ახალი კრებულები ლექსების მხატვრული ლიტერატურა თუ არ დაიბეჭდა ამით ჩვენ განათლების სისტემას ვერ მოვაგვართ გარდა მეორე აქ არავინ არის საუბრა იმაზე რომ ჩვენ საუბრობთ სახელმძღვანელოებზე თვითონ სახელმძღვანელოს აქ რვეული და როდესაც ჩვენ საუბრობთ არაფერს არ ვლაპარაკობს განათლების სამინისტრო ყიდულობენ ამ როებლებს თუ არ ყიდულობენ და მეორე საკითხი ეხლა სოციალურად დაუცველად იმ 100,000 ადამიანს ეხლა ვეუბნებით რომ იცით რა თქვენმა შვილმა თუ გააფუჭა ეს წიგნი უნდა ფული წაგართვა წლის ბოლოს მე ძალიან არასამართლიანია როგორ უნდა გადაიხადოს მშობელმა ეს ფული ანუ თქვენ ადასტურებთ რომ თქვათ იმ ბიუჯეტის ფარგლებში რომელიც იყო გამოყოფილი ამ უფასო წიგნებისთვის შესაძლებელი იყო სავსებით ყველას დაკმაყოფილება ყველა მოსწავლის უბრალოდ ეს დაარტყამდა საგამომცემლო ინდუსტრიას შესაძლებელია ექსპროპრიაციით შესაძლებელია ექსპროპრიაციით შეგვიძლია ჩვენ მერსედესები დავარიგოთ 100 ლარად ან საერთოდ უფასოდ ანუ ვიღაცას წავართვათ და დავარიგოთ აი რაღაც კონტრარგუმენტი აქვს ერთ იმას დავამთავრებ, როგორც ახლა ეს ბიზნეს კურიერია, ძალიან კარგი არის, რომ განათლების სამინისტროდან არის ეკონომისტი განათლებით და ის იმედი მაქვს თუ დამიდასტურებს, რომ საქონლის ფასი არ არის დამოკიდებული ამ ძალიან უხეში შედარება, წიგნის ფასი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქაღალდის ფასზე. მანში არის ჩადებული ძალიან ბევრი სხვა
როგორც ამერიკელებმა მეგონა უპირველესად ინტელექტუალური ეს არის ინტელექტუალური შრომა. ეს არის ძალიან ბევრი სხვა საქმიანობა, რომელიც ქმნის ამ პროდუქტის ფასს. და როდესაც ჩვენ საუბრობთ გამომცემლებზე, აქაც ძალიან კარგია, რომ ობიექტურად შეაფასეს, რომ მე არა ვარ გამომცემლების მეგობარი და არა ვარ გამომცემლების მხარდამჭერი ან დამცველები. როგორც სწორად მიგივთით, ხარჯებში რამდენს წილს მიაკუთვნებ ინტელექტუალურ შრომას და შემდეგ გამოვა ის ფასი, რომელზეც მოისურვებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამომცემლებში, საგამომცემლო ბიზნესში არის დასაქმებული 5000-ზე მეტი ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ 15000, ანუ გამომრავლოთ 3-ზე, საშუალოდ საქართველოს მაჩვენებელი ოჯახის დაახლოებით 15000 ადამიანი იკვებება, ესე ვთქვათ, ანუ იღებს შემოსავალს ამ ბიზნესიდან და ამათ დისტრიბუცია, რომელიც ასევე კვდება თუ გამომცემლების პრობლემები შეექმნება. კიდე დაახლოებით 5000 კაცი და ჩვენ ავდივართ დაახლოებით 30000-იან 30000 კაცზე, რომელსაც შეეხება ეს ერთი მხრივ ძალიან კეთილი პროგრამა. ამაზე არავინ არ დაობს, რომ ძალიან კარგია, რომ ბავშვებს მისცეთ, მაგრამ ჩვენი გეგმა იყო წინასაარჩევნოდ, რომ ჩვენ ვაძლევდით 1000 ლარიან ვაუჩერს მოსახლეობას და ის იყიდიდა თვითონ ამ სახელმძღვანელოებს. კეთილი, დიდი მადლობა. ასეთი იყო წინა ხელისუფლების პოზიცია. დიმიტრის მინდა გავცე ამაზე პასუხი. ამაზე რაზე დიახ გისმენთ? მის კომენტარზე. მე უბრალოდ ვთვლი, რომ ბატონ დიმიტრის არ აქვს მორალური უფლება ილაპარაკოს კერძო ბიზნესის გაკულაკებაზე, კერძო ბიზნესში ჩარევაზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თუ შეიძლება ის არის იმ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი, რომელიც უხეშად ერეოდა კერძო ბიზნესში, თუ შეიძლება გავაგზავნოთ თემაზე მინდა საგნობრივად ვისაუბროთ. რაც შეეხება ბიზნესის ბიზნესის წარმოადგენელი მე მგონი მე თქვენ არ გერჩებოდეთ თუ შეიძლება დავასრულოთ. ქალბატონს დაუცმოთ ერთი წუთი და შემდეგ მინდა რომ დავასრულოთ, მინდა რომ ამერიოს პოლიტიკაზე არ მივიდეთ. მან ბატონმა დიმიტრი ბრძანა რომ ხდება გაკულაკება და ბიზნესი მოკვდება, რაღაც ბრუნვა გაჩერდება. ხო და ქალბატონი თამარი უკეთ გვეტყვის მაგას რა მოხდება თუ ქალბატონი თამარი არ ექნება ბიზნეს თანხის მიღების საშუალება. ესე ფიქრობ თქვენ? თანხის მიღების საშუალება ბიზნესს რომ აწარმოოს აქ ძალიან მრავალი. შეიძლება იყოს იაფი კრედიტი, მოიძიოს თეორიულად არის რა თქმა უნდა, მაგრამ პრაქტიკოს ვკითხოთ, დიდი მადლობა. პრაქტიკოს ვკითხოთ, ქალბატონ თამარ, თქვენი აზრით ბაზარს გამოეთიშებიან თუ არა ამ პროექტის შედეგად მოთამაშეები? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ისევ ვარ იძულებული რომ ოდნავ სხვა თემით დავიწყო, მაგრამ თქვენ შეკითხვას დაუბრუნდები. პარადოქსია რომ თუ შეიძლება რომ გამომცემლებს ერთი წამით და ამავდროულად მინდა ვთქვა რომ შაშკინის წყალობით ჩვენ მივიღეთ მახინჯი გრიფირების სისტემა, ჩვენ შეიძლება დავასრულოთ ეს დებატი. სერიოზული თემებია მონოპოლიზაციისთვის ნოყიერი ნიადაგი. რაც შეეხება ჩვენს ბიზნეს მომავალს, ის არის სამწუხაროდ ძალიან ბუნდოვანი, თუ კი გადაწყვეტილება არ დაბალანსდა და არ იქნა გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი ინტერესები, არა მხოლოდ კერძო ბიზნესის, არამედ სახელმწიფოებრივი, სხვათა შორის განათლების პოლიტიკის კუთხით უპირველეს ყოვლისა. გასაგები, დიდი მადლობა. ესეთი არის, თქვათ, რეფორმის ავიდა კარგი. რეკლამის შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველთა სიების გაცხრილვა დაიწყო. 18000 ოჯახი უკვე ამოვარდა სიიდან. რევიზიამ აჩვენა, რომ დახმარება მათ არ ერგებოდა, მაგრამ ასია კი ეს. აგრეთვე რატომ უპირისპირდებიან სოფლად ინვესტორების შესვლას, რომელთაც მიწის ყიდვა და ბაღების გაშენება სურთ მიზეზი არა ჰომოფობია, არამედ მძიმე სოციალური ფონი აღლეხებს მიწა თავად არ ყოფნით, რომ ოჯახი გამოყვებონ და არც ფული აქვს რომ იყიდონ. რას აპირებს მთავრობა? დაგველოდეთ. Galaktos Business Couriers ღარიბ მოსახლეობაზე დამატებითი წნეხი გამოდგა სოციალური სიების რევიზია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. სამინისტრო აცხადებს, რომ აღმოჩნდა ძალიან ბევრი ფაქტი, როდესაც სოციალურად დაუცველს მაღალი ხელფასები ჰქონდათ გამოწერილი, ხელზე კი მეათედსაც არ იღებდნენ და ამიტომ სანამ გამოძიება დასრულდება, მათ დახმარება შეუწყდათ. ჯამში 18,000 ოჯახს. მათგან ბევრი ისეთი აღმოჩნდა, რომელთა ერთადერთი საარსებო წყარო ფაქტობრივად ეს შემწეობა იყო და შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. მათთვის ძნელი გასაგებია, რატომ ქვია ამას სამართლიანობის აღდგენა. სამსახური კი ფიქსირებს 800 რაღაცა ლარსო. მეთქი არ არსებობს ნებისმიერი მეზოვე გააჩერეთ და იკითხეთ რამდენია ხელფასი. სოციალურად დაუცველი 4 შვილის დედა მარინა თევდორაძე დასუფთავების სამსახურში მეზოვედ მუშაობდა და სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებასაც იღებდა. თუმცა 4 თვის წინ საარსებო შემწეობა შეუწყდა. მიზეზი მის ანგარიშზე თბილ სერვისის მიერ დარიცხული 1000-ობით ლარია, რომელიც დასაქმებულს არ აუღია.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 2012 წლის ივნისში მარინა თევდორაძეს ხელფასის სახით 5,009 ლარი ჩაერიცხა. ჯამში კი მხოლოდ 2012 წლის 6 თვეში 10,000-მდე ლარი მიიღო. რეალურად კი ყოველთვიური ხელფასის სახით მარინას 336 ლარზე მეტი არ მიუღია. ბოდიშ გიხდით, მაგრამ უნდა დაგანახოთ. აი აწი ფეხი და ანახე რა მდგომარეობაშია ფეხი. აი წამალს ვერ ყიდულობ ვერ უსვამ ისეთ მდგომარეობაში. წამალს ვერ ყიდულობ რომ აი მას მოუსვა ფეხზე და ესეთ მდგომარეობაში არ იყოს. ანგარიშზე დარიცხული თვეში 340 ლარი ასევე არ მეუღია მარადი კაპანაძეს, რომელსაც 16 წლის წინ მატარებელმა გადაუარა. ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა და მას შემდეგ რკინიგზის დეპარტამენტი ყოველთვიურად 165 ლარს კომპენსაციის სახით აძლევდა. ანგარიშზე კი გაცილებით მეტი თანხა ირიცხებოდა, რის გამოც სამშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს ჯანდაცვის სამინისტრომ დახმარება შეუწყვიტა. ეხლა ერიცხება კი მეტი თანხა, როგორც მე გავიგე შემოსავლებში მე თვითონ ნახეთ რა ისიც არ ვიცოდით. ერთადერთი პურის ფული ეს არის სოციალური დახმარება, ჩემი ისიც შეჩერებული და საწავიდე რა გავაკეთო არ ვიცი რა გზას დავადგე თქო, აი წეხანაც აღნიშნე რომ რა გზას დავადგე უკვე არ ვიცი რა ხანდახან ამ ბავშვებს ხო მარტო პური ხო არა ხო ბოლო გამოიფიტებიან ბავშვები, მარტო პურზე ხო ვერ ამყოფებთ წლების და თვების მანძილზე. დამეხოცონ შიმშილით. ამ მწყობს მოუარო ბავშვებს პური შევაჭამოროს შიმშილით არ დამეხოცონ ქირა გადავიხადო თუ რა უნდა გავაკეთო საადრითი რანაირად ეს ხო არ გრძელდება ერთი თვე და ორი თვე ხო არის წლების მანძილზე. ამ ოჯახების მსგავსად სოციალური შემწეობა 18,000 ოჯახს შეუჩერდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ბენეფიციარების შემოსავლები ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა და ყველა ოჯახი ხელმეორედ გადაამოწმა. პირად ანგარიშებზე ზედმეტად დარიცხული თანხების ფაქტებიც ამის შემდეგ გახმაურდა. ან უარყოფდა იმოდენობის შემოსავლის მიღებას, რაც ფიქსირდებოდა, ან საერთოდ აფიქსირებდა, რომ აღნიშნულ ხო, ანუ აღნიშნულ შეპესეებში, ან კიდევ ორგანიზაციებში არასოდეს არ უმუშავია და წარმოქმნა არ აქვს საერთოდ ვინ არიან და რა ორგანიზაციებზე აქვს საუბარი. მოქალაქეების საჩივრებში თვითმმართველობის ორგანოების სამსახურები, საჯარო ორგანიზაციები, საავადმყოფოები და კერძო კომპანიებია მოხსენიებული. სად და ვისი გავლით მიდიოდა სოციალურ დაუცველებზე დარიცხული ზედმეტი თანხები ჯერჯერობით ძიების პროცესშია. შემოსავალი ადამიანმა უნდა იცოდეს, რა შემო თუ არ იცის, რა შემო რაღაც სხვა სიტუაციას აქვს საქმე და შესაბამისად ზოგიერთი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გადავეცით შესაბამის ორგანოებს, რომლებიც შეისწავლიან ამ საკითხს და გაარკვევენ. მე კომპანიებს ვერ დაგისახელებთ ეს საგადასახადო საიდუმლოება. უახლოეს მომავალში სოციალური დახმარება 4,500 ოჯახს აღუდგება. სამინისტრო ბენეფიციარების შემოსავლებს კვარტალში ან 6 თვეში ერთხელ რეგულარულად შეამოწმებს. ამ დროისათვის გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას კი ფინანსთა სამინისტროს აკისრებს. სწორედ მძიმე სოციალური ფონი და არამხოლოდ ქსენოფობია ხსნის იმ გაღიზიანებას ინვესტორებისადმი სოფლად, რომლებიც იქ მიწას ყიდულობენ. გლეხებს თავად არ ყოფნით მიწა თავის სარჩენად, დამატებით მიწის შეძენა და ათვისება კი უფულობის გამო არ შეუძლიათ. ხოდეი, ეხა ბიჭო, ინდუელი კი არა, არაბი კი არა, ვინც დამოვიდეს შემოვა. ეს მიწა ჩვენ მამაპაპასა სისხლი დაუგწევია ხა, ყოფილი ჩაუღურია და ვისმეს დაუთმოთ, მაგათი დედავატირე. არ მოხდიე მამავი, არა. გოდერძი და ამირან მარკოზაშვილები სოფელ დიცის მკვიდრები არიან. ამ სოფლის მოსახლეობამ სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ მათი კუთვნილი მიწების დიდი ნაწილი ინდოელებზე გაუყიდიათ. არადა 20 წლის წინ, როდესაც მოსახლეობას სოფლის მიწები საკუთრებაში გადაეცა, ეს ტერიტორია თემმა ერთობლივი გადაწყვეტილებით სარეზერვოდ შემოინახა. აი ეს მიწებია ჩვენი სარეზერვო მიწები, რომლებმაც თვითონ ჩამოვიკერეთ 25 მიასადი, როგორ გამრავლდებოდა ოჯახი, როგორ გამრავლდებოდა სოფელი, უნდა გაგვენაწილებინა მე ჩვენი შვილებისთვის, მიგეცა შვილიშვილებისთვის, ძმებისთვის და ინდუელებმა იყიდეს დაიწყეს ნამყრის ჩაყრა, ჩვენ არაფერი არ ვიცოდით. ინდუელებისათვის სოფლის მიწების ნახევარზე მეტის მიყიდვა დიცის მოსახლეობისათვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. ამ ტერიტორიაზე სოფელი წლების მანძილზე ხორბალს თესავდა. სიცოცხლის საკითხია, იმიტომ რომ უმიწოდ სოფელი რა სოფელია თუ მიწა არა. იმდენად ბურუსო მოცულია ეს ყველაფერი, რომ აი ჩვენც იმ დროს გავიგეთ, როცა ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოგთხოვეს ფართი მიწების სოფელში რამდენია. ჩავიტანეთ გამგეობაში მონაცემი, რომ ჩვენ სოფელში 140 ჰექტარი მიწის ნაკვეთია.
და იქ გავიგეთ, ესე იგი, რომ 140 კი არა და საკმაოდ მცირე გქონია, ანუ 84 ჰექტარი გაყიდულია თურმე. დიცი სოფელ ერედს ესაზღვრება, რომელიც დღესდღეობით ოკუპირებული ტერიტორიაა. 2008 წლის ომმა ეს სოფელი ძალიან დააზარალა, რამდენიმე სახლი მთლიანად დაიწვა. სოფელმა დაკარგა სარწყავი წყალიც, რომელიც სათავეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იღებს. უწყლობის გამო გახმა ხეხილის ბაღები, მოსავლიანობა კი მინიმუმამდე შემცირდა. უკიდურესი გაჭირვების გამო სოფლის მკვიდრთა დიდმა ნაწილმა ლუკმაპურის საშოვნელად თურქეთს მიაშურა. აი ესკანაო ყოფს ჩვენ საზღვარსა და იმათ საზღვარს. აი რუსიკიდან დადიან რუსის სამხედროების ძაღლებით. ჩვენ ძირითადად დიცი, ქორდი, არბო ამ ხრიდან ვიგებ, მან გადის დიდი არხი. მოდიოდა ვანათიდან ის წყალი. მაგ ომის შემდეგ 2008 წლის შემდეგ ჩვენა ეს არხი დაგვიკეტეს. არხი მოდის, გადაყავთ და უშვებენ დიდ ლიახში. მაგრამ ჩვენ სოფლებში დაკეტეს. წყალი ჩვენ არა, ახლა თუ მამულებსაც გვართობენ. მაგვითხრა რა თქვი, კეთი ძაღლები, ადეგი და წადით ამ სოფლიდან დატოვეთ სოფელი და ავტოვებ ჩავალთ ქალაქში სიარულს აღაუდა თუ შეგვინახავენ კაცო. სოფელი მიწების დაბრუნებას და სარწყავი წყლით მომარაგებას ითხოვს. ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ეკონომიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება. ის 25 მიესედები დაგვიბრუნდეს, ზოგი ციმი დაცესამ, ზოგი ბალახ დაცესამ, შეიძლება შევიკრიფოთ და შევთანხმდეთ და საქონლის საძოვრად იყოს. სოფელმა ეგრესენერად მოვილაპარაკოთ. ძალიან გასაჭირი. ეს და ჩვენი სოფელი არ ეკიდან გასასვლელი. ყველანაირად ბავშვი ყავს, დიდი ყავს, პატარა ყავს, აი მეტირება ხოლმე ბავშვი სკოლიდან გამოვიყანეს გაჭირების გულისთვის. კუთვნილი მიწების დაბრუნების მიზნით სოფელმა შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა. იმედი აქვთ, რომ საკითხი მათ სასარგებლოდ გადაწყდება. წინააღმდეგ შემთხვევაში უცხოელი ინვესტორების ძალით განდევნით იმუქრებიან. ამბობენ, რომ მამაპაპისეულ მიწას, რომელიც მათ შვილებს, შვილიშვილებსა და მომავალ თაობებს ეკუთვნის, არავის დაუთმობენ. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიწის პრივატიზაცია იანვრიდან შეჩერებულია. სანამ თამაშის ახალ წესებზე არ ჩამოყალიბდებიან, თუმცა თუ კი პროცესი გაიწელა, უცხოელ ინვესტორთა დაინტერესება შესაძლოა გაქრეს და მზარდი ფასები ისევ დაეცეს. ამ ფონზე პრემიერ ივანიშვილი აცხადებს, რომ პროცესი არ უნდა შეჩერდეს, როდის ჩამოყალიბდება მთავრობა ერთიან პოზიციაზე ჯერ უცნობია. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით არის შექმნილია სამთავრობოთა შორის კომისია სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების ხელმძღვანელობით, რომელიც კვირაში რამოდენიმეჯერ იკრიბება და ძალიან აქტიურად მუშაობს კანონმდებლობის დახვეწაზე. ჩვენ ახლა განვიხილავთ იმის შესაძლებლობას, რომ კანონმდებლობაში გაჩნდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის ჩანაწერი. დღესდღეობით არ არსებობს ეს ჩანაწერი და ჩვენ არ აქვს კანონმდებლობით შესაძლებლობა იმისა, რომ სახნავ-სათესი მიწები იჯარით გავცეთ და არის მხოლოდ გაყიდვის შესაძლებლობა, რაც თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ წუთში გვაქვს შეზღუდული. უცხოელებზეც ნუ გექნებათ ეს გართულება. ძალიან კარგია და უნდა მიესალმოთ და უმეტეს შემთხვევაში უცხოურ ინვესტიციებს და მათებური შრომის კულტურას შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს თუ გნებავთ ისევ ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ნუ გექნებათ ესეთი აქცენტების გაკეთების ხშირი საშუალებები, რომ აი უცხოელმა იყიდა. არ არის ეს ცუდი, ეს კარგია, უნდა მივესალმოთ, რომ უცხოელიც არის, მაგრამ ყველგან უნდა იყოს სამართლიანობა დაცული და კანონს უნდა ექვემდებარებოდეს. დღეს სულ ეს იყო ბიზნეს კურიერი ამ კვირაში ამით ასრულებს თქვენთვის მუშაობას. მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. მანამდე კი არ დაივიწყოთ, გვეწვიეთ Facebook-ზე და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ნებისმიერ თემაზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ნახვამდის.